საქმიანი დილა კვლავ ეთერშია და განვაგრძობთ გამოშვებას დაანონსებისამებრ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი გიორგი სამანიშვილია ჩვენთან სტუმრად და მასთან ერთად როგორც ექსპორტის დინამიკას, ასევე იმ ძირითად გზავნილებს და მესიჯებს მიმოვიხილავთ, რაც რეალურად ამ სფეროში ჩართულ ბიზნესმენებს აქვს, ძირითადად ღვინის კომპანიებს გულისხმობ. მაღლობას კი შევახსენებ, რომ იანვრის თვის მონაცემების თანახმად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13% არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქმე ეხება 19 ქვეყანაში ექსპორტირებულ მთლიანობაში ღვინის მოცულობას. ბატონი გიორგი, ჩვენთან სტუმრად არის, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე. რაც შეეხება დინამიკას, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ვექტორი, რასაც ქვია ბაზრების დივერსიფიცირება, ეს ხაზი არის სწორად არჩეული. ბაზრების დივერსიფიცირებაზე ალბათ აღარ კამათობს, ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც ვამბობთ ხოლმე, ან მიმართულება სწორად არის არჩეული. იანვრის დინამიკასაც შეეხება, პრინციპში ეს რა თქმა უნდა კარგი არის, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით ჩვენ მდგომარეობას ჩვენ ძირითად ბაზრებზე და მაინც სავარაუდოდ წლევანდელი წელი ჩაშანდელივით იქნება, ჩვენი მიზანია რომ შევინარჩუნოთ და უდნავ გავზარდოთ. კი ბატონო, თუმცა მოლოდინების თვალსაზრისით ღვინის ბიზნესში ჩართული პირები ამ შემთხვევაში მაინც და მაინც იმედის თვალით არ უყურებენ მიმდინარე წელს. ეს თქვენთვის ძანეთ რომ იგივე თქვა ძირითადი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი. თუმცა ნუ ეხლა ბელორუსი და ყაზახეთზე არაფერს არ ვიტყვი, თუმცა უკრაინაში და რუსეთში რაც ხდება და როგორც ხდება ვიცით, რუსეთი მეტწილად არასაიმედო პარტნიორი აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით. აი ამ ორი ძირითადი პარტნიორის ჩანაცვლების პროცესი 65-დან 75%-მდე მერყეობდა დროთა განმავლობაში, რამდენადაც ვიცი, ექსპორტის წილი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გაცილებით მეტიც იყო, გაცილებით მეტიც იყო, მით უმეტეს. აი ამ თვალსაზრისით რამდენად მოხდება ძალთა გადანაწილება და დივერსიფიცირება. ანუ იგივე 2015 წელს 50% შეადგინა რუსეთის ჩვენი ჩრდილოელი მეგობრის წილმა ჩვენს ღვინის ექსპორტში, რაც პრინციპში ყველაზე დაბალია პროცენტულად მაჩვენებელი, თუ შევხედოთ, როდესაც რუსეთი ღია იყო და გრძელდება ის მიმართულება. ჩვენი მიზანი არ არის რომ რუსეთში გაყიდვების შემცირდეს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რუსეთი, უკრაინა და ის ტრადიციული ბაზრები, სადაც ქართული ღვინო უყვათ აფასებენ და კარგად იყიდება, მაგრამ ამის პარალელურად უნდა გავზარდოთ აუცილებლად ახალი მიმართულებები, რაც სადაც გვაქვს წინსვლა განსაკუთრებით ჩინეთს ალბათ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ წელსაც ველი ხო აუცილებლად ნუ ეხლა რუსეთს ბრძანეთ, სიყვარული კარგია, ცნობადობაც კარგია, თუმცა პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს სამწუხაროდ, ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელია და ანუ მხოლოდ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არ შეიძლება. ჩინეთი კარგია ეს საკითხი რომ წამოჭერით, დროთა განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური გუნდის კულუარებიდან ყოველთვის მოდიოდა რომ ჩინეთი იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი არა მხოლოდ ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, თუმცა ამ შემთხვევაში განყენებულად თქვენ რა თქმა უნდა ღვინის ექსპორტზე გითხავთ, რა ნაბიჯები იდგმება და ვიცი რომ იდგმება ჩინეთის თვალსაზრისით და როგორ მოხდება ბაზრის ათვისება, სადაც ღვინო შეიძლება ითქვას არც თუ ისე პოპულარულია, როგორც მაგალითად რუსეთში ან რომელიმე ევროპის ქვეყანაში. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ჩინეთი ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენ არ გვინდა რომ რუსეთი ჩაანაცვლოს ჩინეთმა. ჩვენ გვინდა რომ დივერსიფიცირება მოხდეს, ანუ გაიშალოს რუსეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირიც რა თქმა უნდა. ეს ერთი მნიშვნელოვანი. მეორე ჩინეთსაც შეეხება, მართალია მოხმარება იქ არ არის ისეთი დიდი ერთულ მოსახლეზე თუ გადავიყვანთ, მაგრამ მოხმარება ძალიან დიდია დღეს შეიძლება ითქვას მესამე ადგილზეა ვენახების საუდარობით, მხოლოდ თუ შევხედავთ ჩინეთს და ძალიან ბევრ ღვინოს მოიხმარენ და უფრო და უფრო მეტ ღვინოს მოიხმარენ, ვიდრე წინა წლებში მოიხმარენ. ანუ მოხმარება იზრდება. ამას მიყვება ნუ ადგილობრივი წარმოება რა თქმა უნდა და იმპორტი ძალიან მნიშვნელოვანი არის რაოდენობრივად თუ შევხედავთ ჩინეთში. ჩვენ თუ შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ, ნუ ცალკე ერთის მხრივ ევროპასთან ასოცირება და ევროპული ბაზარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რამდენად გაუგეს გემო ჭალებში რა თქმა უნდა ქართულმა ბიზნესმენებმა ჩინურ ბაზარს და რამდენად არის აქტივობა და ინტერესი იმისა რომ ქართველებმა გაიტანონ საკუთარი პროდუქცია აზიის უმსხვილეს ბაზარზე. რა თქმა უნდა კერძო სექტორიდან მოდის ეს ინტერესი და ეს აქტივობები, ხა ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა სახელმწიფო ორგანოები მხოლოდ ეხმარება კერძო სექტორს, რომ უფრო გაუადვილოს ცნობადობა, გაიზარდოს, რაღაც ფინანსური დანახარჯები დაუბალანსოს ასე ვთქვათ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ეს ღვინის კომპანიები და კერძო სექტორი აკეთებს ამ საქმეს, ისო ჩინეთის მიმართულებით აქტიურობენ. ფაქტობრივად ყველა კომპანია ყიდის ჩინეთის მიმართულებით, ბევრს რამდენიმე იმპორტიორიც კი ყავს, ვისაც არ ყავს ალბათ ძალიან მალე ნახავს, იმიტომ რომ ჩინეთში ხა იმის თქმა რა თქმა უნდა ხა ცოტა ხმამაღალი იქნება, რომ ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაჩნდა, იმიტომ ჩინეთი ძალიან დიდი ბაზარია, მაგრამ ჩვენ თუ ავალთ იმ იმპორტის 1%-ს დავიკავებთ, 1-დან 2%-მდე ეს იდეალური იქნება ალბათ, ესეც შორეულ პერსპექტივაში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ დივერსიფიცირება თქვათ ამ მიმართულებით თქვათ, რომ მიღწეულია. ჩინეთის ბაზარი საკმაოდ კოლოსალურია ამ თვალსაზრისით და მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე ამ მაგალითის მოშველება, რომ ჩვენ რაოდენობაზე ორიენტირებული, ფიზიკურად
ნამდვილად ვერ ვიქნებით, თუმცა შეგვიძლია ვიყოთ ხარისხზე ორიენტირებულნი და ზუსტად ამ მიმართულებით უნდა განვავითაროთ ჩვენი მუშაობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც არ შემიძლია არ გავაჟღერო, ბიზნესმენებმა საკუთარი გულის ტკივილი გააჟღერეს, შეიძლება ითქვას ჩვენი ჟურნალისტის სიუჟეტში, ტარიფები და ფასები, რომელიც თანახლავს ღვინოს ამ შემთხვევაში, ღვინის პროდუქციას, ძალიან ბევრი ალბათ დამეთანხმება, რომ სუბსიდირების კომპონენტმა გარკვეულწილად დათული სამსახურიც გაუწია აი ამ ფას წარმოქმნის პოლიტიკას. თუმცა, საბოლოო ჯამში თუ არსებობს გარკვეული კომპონენტი, გარკვეული მექანიზმი ან კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მოხდება მაგალითად სუბსიდირების კომპონენტის დახვეწა, რომ ერთის მხრივ ნებისმიერის ინტერესებში შევიდეს ეს ყველაფერი, ნუ პირველ რიგში გლეხის ინტერესებში და მეორე თვალსაზრისით, აი ხა ფასები, ფას წარმოქმნა, რამდენად სამართლიანია დღესდღეობით და რამდენად სამართლიანი იქნება მიმდინარე წელს. საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რაც ვიცი საიდან დავიწყოთ. პირველი რაც მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურძნის ფასი იყოს სტაბილური წლიდან წლამდე, რომ ამან შესაბამისად იყოს ღვინის ფასი სტაბილური, არ ითამაშოს, რომ ბაზარზე ან იმპორტიორებთან არ იყოს ყოველწელს ფასები გადასახადი. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ყურძნის ფასს, ანუ ის ფასი, რომ თქვა მე ვენახე იყოს კმაყოფილი, მწალებში კმაყოფილი, იმიტომ რა თქმა უნდა, ცალკე ვერ იქნებიან. ის მოთხოვნილება, რაც თქვა მე ვენახე ისხლიდან არის გაცილებით მაღალი, ვიდრე შეიძლება ღვინო მაიტანოს ის ექსპორტზე გავიდეს და იყოს კონკურენტინარიანი. ამიტომ არის სუბსიდირება შემოსული, რომ დაუბალანსოს ღვინის კომპანიას ეს ფასი და ღვინის კომპანიაზე არ მოდიოდეს მხოლოდ ის დანახარჯი. აი რამდენად სწორად ხდება, მაგრამ მე ძალიან ხშირად ვისაუბრობ ამ თემას. კი, ძალიან ესეთი კომპლექსური თემაა, შეიძლება ახლა ვერ მოვასწროთ ყველაფრის განხილვა, მაგრამ თავარი რაც შეიძლება ვთქვათ, რომ სუბსიდირება არ არის მიზანი, არც ხელისუფლების და არავის თვითმიზანი არ არის. ხელისუფლება ეს არის ის აუცილებელი და ის ერთ-ერთი გამოსავალი რაც ამ შემთხვევაში ნახული იქნა და არა მხოლოდ საქართველოს ევროპის ქვეყნებში ასე იყო. რამდენად განაირად როგორ შეიძლება გაკეთდეს თუ ნახავთ, ჩვენ გვინდა რომ სუბსიდირება არ იყოს და არ იყოს საჭირო. კარგი იქნება რომ არ იყოს, თუმცა პირდაპირ გამოსვლა ალბათ არ იქნება მასშტაბებში. აი მასშტაბებში ვიმსჯელოთ. მაგალითად სიტყვაზე მე მახსოვს რომ 2014 წელს ძალიან ბევრი საუბრობდა იმას, რომ ტარიფები, ფასები ამ შემთხვევაში არ იყოს სამართლიანი. 2015 წელს შედარებით მეტწილად ყველაფერი დაბალანსდა. აი 2016 წელს რამდენად უნდა ველოდოთ ამ ყველაფრის კიდევ უფრო დაბალანსებას იმასთან შედარებით რაც იყო 2015 წელს და ასევე სუბსიდირების მასშტაბები როგორი იქნება 2016 წელს. ეხლა ძალიან ბევრისგან მომისმენია რომ სიტყვაზე წითელ ღვინოზე მაგალითად საერთოდ არ იყო აუცილებლობა რომ ყოფილიყო სუბსიდირება, თუმცა სუბსიდირება მაინც მოხდა. აი 2016 წელს მასშტაბებში საუბრობთ წითელი ღვინის სუბსიდირების საჭიროება არ იყო 2014 წელს. 2015 წელს უკვე გაჩნდა, ჭარბი ყურძენი იყო წითელშიც და თეთრშიც ორივეში დარჩა. შემდეგ რამდენად მასშტაბური იქნება სუბსიდირება, ეს არის დამოკიდებული პირველი იმაზე, ნუ ანალიზი გაკეთება რა თქმა უნდა თველის წინ მოთხოვნა მიწოდების ყურძნის, ანუ ბაზარზე დაახლოებით რა ფასი შეიძლება დაფიქსირდეს, ამის შემდეგ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას რა თანხის გამოყოფას შეძლებს, რომ თქვათ იგივე დაბალანსდეს და იგივე მე ვენახეც კმაყოფილი დარჩეს, იმიტომ რომ ზოგადად თუ შევხედოთ იმ დღევანდელ მდგომარეობაში რა არის მოთხოვნილება ყურძენზე, რა არის მიწოდება, ყურძნის ფასი უფრო გაცილებით დაბალი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის, რა თქმა უნდა, და იქნებოდა ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალი, ვიდრე ყურძნის თვითმფრინავება არის. საბაზრო ფასი დაბალი რო არის, ამიტომ ჭირდება სახელმწიფო. ერთი შემაჯამებელი კითხვა ვინაიდან ყველანაირ დროს გადავაჭარბეთ 2006 წლიდან მოყოლებული მე რამდენადაც მახსოვს დინამიკა იყო მზარდი. ახლა 2006 წელს უბრალოდ გაჩნდა სუბსიდირება და ყველანი თანხმდებოდით რომ ამ შემთხვევაში იყო საჭირო, იმიტომ რომ თავარი სავაჭრო პარტნიორი როდესაც აწესებს ემბარგოს, ამ შემთხვევაში დარგი არ მოკვდეს წყალებში, აუცილებელია ამ შემთხვევაში სახელმწიფომაც გარკვეულწილად იკისროს თავის თავზე. თუმცა სახელმწიფომ შემდეგში ეს როლი შეიძლება ითქვას გადამეტებულადაც აიღო და 2006 წლიდან მოყოლებული დინამიკა იყო მზარდი. 8-9 წლიდან უფრო გაძლიერდა. უფრო გაძლიერდა აი ამას გულისხმობ. 6-7 ნაკლებად. და აი აქედან გამომდინარე გაჩნდა ზუსტად ჩემი კითხვა, რომ 2016 წელს მიმდინარე 16 წელს უკაცრავად მიმდინარე წელს რამდენად იქნება ეს ტენდენცია მზარდი, იგივე თუ დავუყვებით მთლიან ტრენდს 2006-დან მოყოლებული. მაინც ჩვენ შეხება გვაქვს დარგთან ეკონომიკასთან, ამიტომ თუ შევხედავთ დინამიკას, ნელ-ნელა ისე გაიზარდა სუბსიდირება და ჩარევა სახელმწიფოსგან 2008-9 და ასე შემდეგ წლებში, რომ მოიმატა ყოველ წელს ცოტ-ცოტა მოიმატა და რაღაც ალბათ ზედმეტად თქვა ჩართული სუბსიდირებაში დღეს. ამიტომ ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს სახელმწიფო, ესე უცებ გასვლა არ შეიძლება. მე იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ იმ დინამიკას და თქვა 2015 წელს რაღაც ნაბიჯები გადაიდეთ, 16-ში ისე უნდა გადავხადოთ. სიტყვა მოიტანა და აი ეს არარეალური ტარიფები და ტარიფების პრობლემა, რაც არარეალური ტარიფები
2015 წელს იყო და ეს არ იყო სახელმწიფოს ჩარევის გამო. მე მინდა 2015 წელს იქნება ეს ტარიფი. მოდი მე ხაზი მინდა გავუსვა 2014 წელს მაღალი ფასები ეს არ იყო გამოწვეული სუბსიდირების მიერ, ეს იყო გამოწვეული იმ არეულობით და ეიფორიით, რაც რუსეთის ბაზრის გახსნა მოიტანა და ფასები ავარდა, იმიტომ რომ ღვინის კომპანიებმა უბრალოდ ვერ გაიგეს რა ფასი უნდა გადაეხადათ. ეს იყო შეცდომა, კი ბატონო, გამოუცდელობა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სხვა მიზეზი იყო. ანუ სუბსიდირება აქ არაფერს შუაში არ არის. სუბსიდირება სხვა პრობლემაა. გამოუცდელობა რომელ კოლში? ყურძნის მყიდველს და გამყიდველს. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ბატონი გიორგი სამანიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მეგობრებო, წინ გელით საკმაოდ საინტერესო ბიზნეს კონტაქტის გამოშვება პირველის ნახევარზე, მე ზუსტად ამ დრომდე გეშտობებით.